YouTube-ს გამომარჯოს, მოგესალმებით. მონადირეებო, მოგესალმებით ჩვენი არხის მაყურებლებო, განსაკუთრებით გამომწერებო. დღეს ახლა დრო გამოვნახე და ის ჩვენი სამიზნე დავაპე. და მინდა გაჩვენოთ და მოგიყვეთ იქიდან ამოღებული ტყუების შესახებ. ესეთი ერთი ნახევრიდან იყო ამოღებული, მეორე ნახევარი ეთყობა იქ დამჩა. შემდეგ ასვლაზე იმასაც ჩამოვიტან და იმასაც დავაპობთ, მაგრამ იქიდანაც ამოვიღებთ, მაგრამ რაც მაინტერესებდა ის ფრაგმენტები ყველაფერი ვიპოვე. ამ მორზე უკვე შარშანდელიდან მოყოლებული ვარ ახუნებდით და ბევრი ადრინდელი ნასროლებიც იყო შიგნით შერჩენილი. აი მაგალითად ეს იყო თურქული ტყვია რო იყო, ორი ცალი ჟაკანი როდევს მარცვალი. ჟაკანიც არ ქვია, ძალიან მსხვილი კარტეჩია, ორი ცალი როდევს. დუპლექსიო თუ რაღაც ქვია ესა. შემდეგ იყო აი გუალანდები ამოვიღეთ. გუალანდები პრაქტიკულად დეფორმაციის გარეშე იყო, საკმაოდ შესულები იყო ესენიც. შემდეგ ეს იყო შირინსკი შიხმატოვი, ოც გაყოფილი არა, მთლიანი მრგვალი თავი რო ქონდა ეს ამოღებული. აი ამ დაგვარია ამოღებული ის რო ქონდა. ჯვარედინად გაყოფის გარეშე. მე მგონი ეს შირინსკი შიხმატოვია, რომელიც ჯვარედინად იყო გაყოფილი. ხედავთ ხო რამხელა ეს არის. როგორი დეფორმაცია და რამხელებია გამხდარი. შემდეგ კიდერეები იყო. ხო, ესეთი თურქული ოსკარაც ვიპოვეთ. ეს ქვეკალიბრულად გავისროლეთ. 16 კალიბრის ეს ტყვია მოვათავსეთ 12-ის კონტეინერში. ეს ფოლადის ბურთულა მოსპილენძებული. ანუ ეს სპილენძი არ არის, ფოლადია, სპილენძია გადაკრული. კიდერეები იყო. ხო, აი კიდე შირინსკი შიხმატოვი 4-ად გაყოფილი, ნახეთ, დამახასიათებელი ესეთი გაყოფა 4-ად. ბევრს თავისი ისინი სამარეზით მიმაგრებული ისინი ობტურატორები შენარჩუნებული ქონდა, ბევრს ამოღებისას მოძრა და ასე შემდეგ. ხო, ეხლა მე მინდა გაჩვენოთ აი ეს ტყვიები, რომლებიც წინა კვირას დავტენეთ და გავისროლეთ. ეს ხო გახსოვთ ეს თუ იყო ტახო. ტახო მაშინ გავისროლეთ იმის გარეშე. ჩვეულებრივი 4 ჭრილიანით. ესეც სამარეზით იყო მიმაგრებული და ნახეთ როგორი დეფორმაცია განიცადა, როგორ გადაიფურჩქნა. ეს სამარეზით მიმაგრებული ისა პეჟი ზედა აქ. ეს ერთი კიდე მეორე ვიპოვეთ. აი არა, ეს ხო არის. ტახო ეს არის, აი ტახო. ეს არის ტახო და კიდე რომელიღაცა იყო ტახო, სადღაც მქონდა. ვეღარ ვნახულობ ახლა რა და მახსოვს რომ ამოვიღე. ხო, ნუ აი ეთყობა რა რაც არის უკვე, რაც დამართა. შემდეგ მე ჩამოვასხით ჩვენ გრიზლები თუ გახსოვთ, აი გრიზლის ორი ტყვია. ერთი იყო მთლიანი, მეორე იყო ესეთი სამად გაყოფილი. ესენი უკვე გავისროლეთ ჩოკი პარადოქსით, ნარეზიანით. აგერ მინდა გაჩვენოთ. ჯერ დავიწყოთ. აი ეს არის ეს იყო აი ესეთი. გაყოფის გარეშე, სამად გაყოფის გარეშე და ნახეთ აქ აი ნარეზის ისინი როგორ ნაჭდევები როგორ ეთყობა. პრაქტიკულად ამან ნაკლები დეფორმაცია მიიღო. ეს არის მთლიანი, კიდე იყო აი მეორე მთლიანი. აი აქაც ნახეთ ნარეზები როგორ ემჩნევა ჩოკი პარადოქსიდან მიღებული ის
რაც შედარებით ნაკლები დეფორმაცია განიცადა. აი იგივე მესამე აი ნარეზები ემჩნევა ჩოკისგან მიყენებული გამოკვეთილი ის არის და ორი ცალი კიდე ამოვიღეთ და ვიპოვეთ უკვე აი ესეთი სამად გაყოფილი რო იყო იგივე გრიზლი არის 23-მად გაყოფილი უკვე ნახეთ შედარებით რამხელა გახდა თუ თლიანი ესეთი თითქმის დაუზიანებელი იყო ნუ კი მიიღო დეფორმაცია მაგრამ იმდენი არა უკვე სამად გაყოფილს უკვე ნახეთ როგორი ის ქონდა და აი ნარეზები აქაც ემჩნევა აი 1 2 3 4 ნარეზი აი ესეც იგივე ნახეთ როგორ გადმოაბრუნა და გადმოფურჩქნა აი ნარეზები ემჩნევა აქაც აი 1 ნარეზი 2 ნარეზი 3 ნარეზი ანუ რა შეიძლება ვთქვათ აი ეს შუაში ჯვრად გაყოფილი უფრო მაგრად მუშაობს ნუ მაგრად როგორ ისიც შედის საკმაო მანძილზე მაგრამ შემდეგ უკვე დიდ დეფორმაციას იღებს აი ესეთი 3-ად და 4-ად და ჯვრებად დაყოფილი ტყვიები კიდე ის მინდა ვთქვა რომ მინიმუმს უყველა იყო იმ რა ქვია ფიჭვის მორში უკვე კაი გამომხმარი იყო ქვასავით იყო გამხდარიეთი 2 წელია ეგ მორი მაგ კაი გამომშრალი იყო მინიმუმს უყველა იყო 15 სანტიმეტრზე შესული აი ეს გუალანდები კიდე უფრო მეტზე იყო სადღაც 18-20 სანტიმეტრამდე იყო ესენი შესული ეს კიდე ვიპოვე რაღაცა ეს მე მგონი არის ბრენეკეს ტყვია ასეთი შედეგები მივიღეთ ამ გასრულებიდან ამიტომ მე უფრო უპირატესობას ეს ტახოს მუშაობა ძალიან მომეწონა სასწაული შედეგია ჩვენ ამ ტახომ ერთი კიდე სადღაც იყო მე მგონი საერთოდ გადმობრუნებული იყო არა ვეღარ პოულობ ეხლა მაგრამ ამოვიღე მახსოვს ანუ ამ ტახოს ქონდა ძალიან მაგარი შედეგი და განსაკუთრებით აი 3-ად გაყოფილ გრიზლის თავს ქონდა მაგარი შედეგი რომელიც ვისროლეთ ნარეზიდან ნარეზიანი ანუ ნაჭდებებიანი ჩოკიდან პარადოქსიდან ეს გავაგზავნებთ ჩვენ ექსპერიმენტებს კიდე ამით კი არ გემშვიდობებით მაგრამ ჩვენ საქმეს გავაგზავნებთ ჩვენს ექსპერიმენტებს დაგვჭა კიდე ლიმანის საბოტების ჩამოსხმა მაგასაც ჩამოვასხავთ ეგენი უკვე ქვეკალიბრულებია კონტეინერში თავსდება და ხდება კონტეინერით გასროლა მისი დღეისათვის ეს მოკლე ვიდეო სულ ეს იყო აბა დროებით არ მოიწყინოთ გავაგზავნებთ ჩვენ საქმიანობას კარგად იყავით